ვიცი. ჰა? ხო და სად მიდიხარ? სად მიდიხარ? ვისთან მიდიხარ? ზაფხულში? ვისთან მიდიხარ ზაფხულში? თვითფრინავით ვისთან? ჰა? დაჯისთან მიდიხარ? და კიდე ვისთან? ნარგოსთან? ნარგო აგერ ყავს ათენში. შენ დღეს ფუტკარი ხარ? ჰა? ფუტკარი ხარ დღეს? მე იქნებ შეძლო და გაჩვენოთ როგორი ფუტკრის ფორმა აცვია დანიდუნის დღეს. აქედან წავიდეთ აუცილებლად ვიყიდოთ ბილეთები დედიკოსთვის. ვანშიდობისა მოგესალმებით ყველას. როგორც ნახეთ მივიდივართ ბაღში. მიყვავს დანიდუნი. ევეკვარი სახში გუშინ ლაივი მქონდა ცოტა ხნით ჩართული და იქ ვთქვი რომ ესე ვირუსი შეეყარა. მისი ნახევარზე მეტი კლასელების არის ავად. ყველას ვირუსები აქვს. აქედან ავალთ ვერავალთ. ასასრულს ვეძებთ და ვერავედით. ხო და ესეც ხარ გამორჩებოდა ეხლა. და ერთ სიტყვით ვეკოც ვირუსიანია სიცხერა გახველებს გაუჩერებლი. წუხან მთელი ღამე სპაზმი ქონდა. ხო და ეგრე რა სახში არის ზურასთან ერთად დანიკუნას დღეს ფართი აქვს. დავტოვეთ ახლა ბაღში. თან ესე ქონდათ მონაწერი რომ თუ ვინმე საშუალება გექნებათ რომ გააკეთოთ პატარა ბატონო. ბატონოს მართლა? ყოჩა. ხო და თუ ვინმე საშუალება გექნებათ რომ გააკეთოთ ხაჭაპურებიო და ვეზელებიო და მე რაღაცეებიო და მოკლედ ყუთში გამზადებული მაქვს გამომცხალი პატარა ხაჭაპურები და მიმაქვს. დიდხანს ფიქრობდი რა ჩაეცვა ქალბატონს ამ კარნავალ ფართიზე და გადავწყვიტეთ ფუტკრის ფორმა, რადგან ფუტკრის ფორმა არის შედარებით მოკლე და ადვილად მოსახმარი ვიდრე ელზას კაბა რომ აქვს ან კიდე ერთი სამი კაბა აქვს მისი სარგო და გავრეცხე კი მორჩა დედიკო და გაშრა და რო დაბრუნდები შეგიძლია ჩაიცვა. ხო და მოკლედ არჩევანი შევაჩერეთ ფუტკრის კაბაზე, რადგან უფრო ადვილად მოიხმარს ბაღში. იქ ტუალეტში დაჭირდება შესვლა თუ რა იქნება, ანუ არ შეექმნება პრობლემები. გძერდა ფორთხელა კაბას. ვარჩევთ მოკლე ფუტკრის კაბა. Bez ime Melissa. Ime Melissa bez. Es είσαι η Μέλισσα? Άντε, φουτκάρι χάρ. Με თქვი, εγώ είμαι η Μέλισσα. Თქვი, ვაიმე როგორი ფუტკრის ფორმაცია, ჩემს გოგოს. ჩემო სიცოცხლე. ესეც ჩვენი ხაჭაპურები და წავედით ახლა. მოვჩი მუშაობას. სახეზე მეტყობა და აღლილობა მე მგონი. არა დაღლილიც ვარ როგორ არა ვარ უბრალოდ უფრო ფიქრებით ვარ დაღლილი, იმიტომ რომ მთელი დღე ეველინა მიტრიალებს გონებაში, მთელი დღე არაფერი არ უჭამია ფაქტიურად. ხველებისგან მუცველი და თავი მტკივაო. რამოდენიმეჯერ დამირეკა დედა როდის მოხვალ, დანის როდის მოიყვან. ხო და მე სახში რო არიან ორივე ერთად ხოცავენ ერთმანეთს. და ეხლა და წავიდე დანის გავუარო, გამოვიყვანო, ჩქარა მივიდე სახლში. ტორტი მაქვს დასასრულებელი და უნდა წაიღონ. ხო და მგონი მოვასწრებ ამ ყველაფერს. ვიდრე მოვლენ ტორტის წასაღებიდან, ტორტზე რა ჟოლო მაქვს დასაწყობი ზემოდან და ყუთში მაქვს ჩასადები. მაგრამ ეს ეველინაზე ფიქრები გონებიდან არ მცილდებოდა მთელი დღე ისე ნერვიულობდი, შემომაწვებოდა მე ნერვები ცრემლები მახრჩობდა, მე შემოუძახებდი ჩემ თავს, მაიკო, აბა, არ გაბედო. უბრალოდ მშობელი როდესაც უყურებ, რომ შენ შვილი არის ავად
ვირუსი ექნება ის თუ ნუ რაც იქნება არ აქვს მნიშვნელობა. ძალიან განიცდი და მით უმეტეს, როდესაც ეს მთელი ღამე აქ განათენები ხველებაში შვილო და არაფერმა არ უშველა. და ამ ყველაფრისგან მე თვითონაც გაღიზიანებულია, განერვიულებულია, პლუს აგერ არ ჭამს. არ ვიცი რა. ერთ სიტყვით მივალ სახში და ვნახავ იქნება რაიმე გემრიელობაზე დავითანხმო. შეიძლება ხინკალი ჭამოს? იქნება ხინკალი ჭამოს. ქოლით საყიდელი მაქვს და ხორცით ვიყიდი, აღარ არის პრობლემა, უბრალოდ დრო უნდა გაკეთებას. ხაცის მოიფიქრე. ხო და მე მგონი ზურასაც გადაადო ეს ვირუსი. მოკლედ რა, ჰოსპიტალის დირექტორი ვარ თქო. ვიძახი. კარგი ამიდი აქეთ. ზეზე ცხელა. უბრალოდ ქურთუქს ვერ ვიძრობ, მის თრების თავი არ მაქვს. მე რომელ გაჩერებაზე ეტლი უნდა დავკეთო და ისე ავიტანო ტრანსპორტში და ქურთუკით ცალკე ხელში, ჩანთა ხელში. არა რა, მზის სათვალე. მაიკო. უნდა ატარო. მოჭუტული დავდივარ ეს. ესეთი ამბებია. წავედით მოკლედ დანიკუნასთან. ხალბატონს რომელსაც ჰქონდა კარნავალი, როგორი დრო გაატარანით. ძალიან საინტერესო. დაახლოებით 20 წუთი ამდგევარ ახლა გაჩერებაზე. ძალიან რო გეჩქარება, ხო? მაშინ არ მოდის ტრანსპორტი. და ახლა ზურას უთხარი რომ მეთქი შენ წადი დანისთან. იმიტომ რომ ახლა რო ტრანსპორტი მოვიდეს, მე წავიდე დანიელასთან და დანიელადან ფეხით წავიდე სახში, ძალიან დამაგვიანდება და რომ მოვა ახლა ტრანსპორტი პირდაპირ წავა სახში. იმედია მოვა. ზუსტად ვდგევარ 25 წუთია. ლამის ჭკუიდან გადავიდე. რატო ხდება ასე? ზურა კი წავა დანისთან, მე მინდა რომ დროზე მივიდე სახში. და ისეა ისიც გაცებული ვერ ლაპარაკობდა. ვიტირებება. სახშიც მოვედი, ტორტის დეკორსაც მოვრჩი. ზურამაც მოიყვანა დანი და ეხა ეს ტორტი უნდა მოვათავსო ყუთში. აი მე როგორ ვირბინე ნეტა იცოდეთ. ხესაყვალობა. ჩემი შეშლილის სახე არ შეიმჩნევა. ტორტი გავატანე ახლა. ხო და ახლა უნდა წავიდე აფსიაქში, ზურას უნდა ვუყიდო წამლები. უნდა წავიდე ხორცის მაღაზიაში, რამე ვიყიდო, რომ მოვამზადო საჭმელი. დაღლილი ვარ, გადამწვარი, კმაყოფილი ვარ. ტორტი ძალიან კარგი გამოვიდა, ძალიან მოეწონათ ვიზუალურად. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გემოც მოეწონებათ. და მე გვიან ერთი ბენტო ტორტი მაქვს გასაკეთებელი. ამიტომ მაიკო შემართებით. არ გაგუფლება დაღლის ჩემო გოგო თქო ჩემთან ზუძაღი. ახლა წავიდეთ. მოდი ჯერ წავიდეთ ხორცის მაღაზიაში. და მე ლავაში დამაბარაკიდე ზურამ და მე გამოვიაროთ აფსიაქში, ესე ჯობია მე მგონი. გარეთ ესეთი ამინდია. არც მწვადს რო არ წვავს და არ ჩამფურს. წავედით მოკლედ. შია არ ვიმჩნევ. სოშ? არა გავაგერე. იოხი თორტადება. მერე? მომიყევი რა გააკეთე კიდე? რა გააკეთე კიდე? ახლა ამიდა. არ გინდა ეხლა? მოდი. აკაც. სად მიდიხარ? მოდი აქ. მოდი ერთი წუთი რაღაც გითხრა. მიდი ცოტა უკან. მიყვარ ხარ. მე სახედე გოგოაკო ტიპია სიმირა. ეგ ვინ გასწავლა?
კირიამ გასწავლა? ხო. გოგოა კორტიბია სიმია. თუ ევეკომ გასწავლა სკოლაში რო თამაშობენ. ეს კაბა სად ნახე, სად? პარკში. რა მარკეტში, გოგო, კარადაში მქონდა დაკეცილი, შენახული, სად ნახე კაბა? თოთო იყავი ეგ როგეცო, ეხა როგორ ჩაიტიე ტანზე?